Oh, while working out and speaking. Დავბრუნდით. მოკლედ, დიდი ხანია არ ვილაპარაკია, დიდი ხანია არ გამოსულ ვარ კავშირზე YouTube-ზე. წინა ჩემპიონატის მერე პატარა პაუზა მქონდა, ეხლა ისევ დავიწყე მზადება რისთვის, რატო და ასე შემდეგ, მაგას უკვე მერე გავიგებთ. დღეს გვექნება ფეხის დღე, ეხლა გავაკეთებთ კარდიოს, მერე წავალთ მასაჟზე, ღრმაქსოვილურ სპორტულ მასაჟზე და ბოლოს უკვე გვექნება ფეხის დღე. თან რაღაცებზე ვილაპარაკებთ, გავივლით და მოკლედ ნახოთ. მე ისევ დავუბრუნდი, ხო, სხვა შორის განვაახლე რაღაცა ტექნიკა, მინდა რომ ცოტა უფრო მაღალი ხარისხი გამოვიდეს. შეიძლება რომ ვიდეოები ეგრეთ ჩქარა ვეღარ დავდო ფიზიკურად, იმიტომ რომ ყველაფერს მე ორგანიზება უნდა და დაედიტება და ასე შემდეგ, მაგრამ იმედი მაქვს რომ უფრო ხარისხიანი გამოვა. თავზე ჩემი ახალი ბრენდის ქუდი მახურავს და ამასაც გაჩვენებთ, გაგაცნობთ და უკვე შევძლებთ რომ რაღაცა დიდი გუნდივით გავაკეთოთ, ვინც Shades and Gems merch და დასაცმელს და იქნებით ჩემი გუნდის წევრი ოფიციალურად. აი, მაგაზე მე რო ვილაპარაკოთ. მოიცა? გაჩვენოთ ახლა რაღაცა თან. მოკლედ მეგობრებო, კარდიო დავამთავრეთ. ეს არის ჩემი ახალი მერჩი. წინაწერია Who Decided That, ვინც თემაში ხართ, მიხვდებით რატოც. მოკლედ ჰერაკლე ქვია ბრენდს, იმიტომ რომ რაღაცა ინსპირაცია ძალა იყო, პლუს ესკანორის სიტყვებია 7 Deadly Sins-დან და მისვე ლოგო ავიღეთ. თან ჰერაკლეს, ესე ვთქვათ, სიმბოლოც ლომია და მოკლედ გავაერთიანეთ ეგ ყველაფერი. მაისურები არის oversized-ი. ზურგზე დგას ძალიან კარგად მომწონს. გვაქვს ეს ფერი და შავი ფერი, იგივენაირად. გვაქვს ქუდი, გვაქვს პანამა, გვაქვს შორტი, მაგასაც გაჩვენებთ მერე. ფასი ჯერ არ მომიფიქრებია, მაგრამ მოკლედ რომ მომწერთ უკვე ეს ვიდეო სანამ დაიდება, აი ყველაფერი დალაგებული იქნება. რაღაც კატასტროფული ფასი არ ექნება. ისე რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და რაღაც მინდა რომ აი დარბაზებში სადმე ჩემი მაისურით და შორტებით და ამებით ხალხი თუ ნახე, იქ იქნება ძალიან დიდი ბედნიერება. ყველანაირ შემოსავალს ჯობია რეალურად რა, ამიტომ ისეთი მისაღები ფასი იქნება. ეხლა მოკლედ უნდა ვჭამოთ. თან გაჩვენებთ რა ვსჭამ. მოკლედ შვრია გვაქვს 100 გრამი. გვაქვს ერთი ცალი ქლიავი და ასევე გვექნება არაქისის კარაქი. დაახლოებით, მოკლედ ერთი კოზი არაქისის კარაქის სნეკის რა. სნეკი ძალიან მიდგას გვერდში სხვათა შორის. ერთ-ერთი ის კომპანია, რომელიც ძალიან კარგად გეხმარება ყოველთვის რა. მოკლედ ახლა ამას შევჭამ თან ჩვენ მასაჟისტს მუსას, ჩვენ ეგვიპტელ ძმას. მივწერე რომ ცოტა დამაგვიანდება და ძალიან არ გამიბრაზდეს. დარწმუნებული ვარ რომ თავისი ბრაზის ამოღებას შეძლებს ისეთი მასაჟია ეგან და სავარაუდოდ კადრები ნახეთ ვიდეოს დასაწყისში. ხო, ამიტომ მოკლედ ახლა უცებ შევჭამ და გავიქცევით რა. მოკლედ დავიძარით მუსასკენ ცოტა ეს იქანავებს, მაგრამ არ აუშავს. ჯერ ვეჩვევი ვიდეო აპარატით. ვიდეო კამერით გადაღე. ვიდეო კამერით გადაღებას ვეჩვევი, ვახ ჩემი. ხო და ამიტომ რაღაცებს ვწდი ჯერ რა როგორ ჯობია სავარაუდოდ მანქანისთვის ანაირ შტატებს ვიყიდი რაც იმაზე ყენდება შუშებზე რო ეკრობა და მე უფრო ესე სტაბილური კადრი გვექნება ხოლმე
მოკლედ დიღომშია ჩვენი ძმა, რაც ნამდვილად არ არის კაი ამბავი, მაგრამ არაუშავს მასაჟი ესე ხშირად ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ რამე არ გვჭირდება, მაგრამ როცა მჭირდება, არაა პრობლემა დიღომში გასვლაც. უბრალოდ პრობლემა ისაა ეხლა, რომ ვაგვიანებთ დაახლოებით 20 წუთი. რაც შეეხება მიზნებს, მზადები ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც იქნება აპრილში, ხა არის სექტემბერი 28. შუაში შეიძლება რომ ერთი, ესე ვთქვათ, დამატებითი ტურნირი გავაკეთო. სად როგორ და რატომ და ასე შემდეგ, მაგას უკვე მერე გეტყვით, ჯერ არ ვიძახი, იმიტომ რომ არ არის ზუსტად ეგ ამბავი გადაწყვეტილი. ვარჯიშები მაქვს კვირაში 4ჯერ. სპლიტს მერე გეტყვით როგორია. დღეს მაქვს ფეხის წინა ნაწილი პლუს ცოტა საჯდომი. გუშინ რაღაცა წვივი მქონდა სპაზმირებული და მაგით დიდად ვერ ვავარჯიშე და დღეს ბევრად უფრო უკეთ არის, შესაბამისად წვივსაც ჩავსვამთ. კარგი, მოკლედ მე მგონი ჯერჯერობით მეტი არაფერი არ მინდა რომ გითხრათ. ნელა წავალთ ხა დიღმისკენ და ლიდან ჩაგერთვებით. მეგობრებო, მოვედით მუსასთან, მაყვირებს და მომკლავს. ნელ-ნელა დავიწყებთ და თან, რა ვიცი, გაჩვენებთ რაღაცებს, რა როგორ აკეთებს და ასე. ვისაც გინდომეთ მე მოაკითხეთ დიღომში მუსას. Oh, here we fucking go. Maybe it's another. Yeah, maybe no. Okay. I was not like mentally ready for that shit. Yeah. He also doing these vlogs while working out and speaking. Give some Advices, huh? Oh. Ai, ხადა იწყო. ეხლა გავიკეთებთ კოლბებს ვაკუუმის მაგ ადგილებში ამოვიტანთ ესე ვთქვათ სისხლს. Let's go. Are you adding it here? მოკლედ მეგობრებო, დავამთავრეთ მასაჟის სესია. სახი გამაძრო, საბოლოოდ აი ესეთი ზურგი მივიღეთ დაკოპლილი. წინა მხარე. მოკლედ ვისაც გსურთ მუსასთან მასაჟი, დავტოვებთ აღწერაში Instagram-ს მის და მიწერეთ. დანარჩენზე უკვე დეტალებზე თავად გაისაუბრებთ. ერთი მასაჟისტი ყავს გიორგი. გიორგი არის ლიმფოდრენაჟის აბსოლუტური სპეციალისტი, იმასაც მერე გაგაცნობთ. შემდეგი სესია მუსასთან გვექნება ფეხების და როგორც თვითონ იძახის მზად იყავიო, იმიტომ რომ რაღაც სასწაული იქნება. აი, მოკლედ მე ჩაგერთვებით სახლიდან სავარაუდოდ დღეს ცოტა დავისვენებ და საღამოს მერე ვივარჯიშებთ. მოკლედ მეგობრებო, სახლში დავისვენეთ ცოტა, ეხლა მივედი დარბაზთან. იმედია რომ რეფორმაში არ შეიქმნება პრობლემა გადაღებაზე, კვირაა, საღამოა და წესით ბევრი ხალხი არ უნდა იყოს. გავაკეთებთ ფეხებს, იმედი მაქვს კარგად გავაკეთებთ. ცოტა დასვენება, ფილმის ყურება ვერა, იმიტომ რომ ჩამეძინა ვერ მოვასწარი, მაგრამ მერე გავაგრძელებთ. გავაკეთებ ფეხებს და მერე, რა ვიცი, საღამოს კიდე ერთი პატარა კარდიო მიწევს, დილა საღამოს ვაკეთებ რა. დანარჩენი უკვე კვება და რაღაცებს ცოტა ესე გაგაცნობთ, რომ ყველაფერი ერთად არ მქონდეს ახლა ამ ვიდეოში. იმედია ძალიან გრძელი ვიდეო არ გამოვა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ამას გიწერთ ვიდეოს დაედიტების დროს, როგორც ჩანს, მიკროფონმა არ ჩაიწერა, აქ რასაც ვიძახი, მოკლედ რეფორმაში შეიქმნა პრობლემა გადაღებასთან დაკავშირებით, უпростоრად
მითხრეს, რომ უნდა გაერკვიათ, რამდენად შეიძლებოდა ეს ყველაფერი, ну, უბრალოდ ჩემი ვლოგის იქ გადაღება. ვერ ხვდები რა პრობლემა იყო. მოკლედ, აქ მაღაზიაზე ვსაუბრობ, გაუბრაზდი საკმაოდ, იმიტომ რომ რეალურად სულ მან ვარჯიშობ, სულ მან დავდივარ, ეხლა ჩემს სახლთან ახლოს არის და იმდენად დიდი დრო დასჭირდათ ამ ყველაფრის გარკვევაში, რომ მერჩინა უბრალოდ წამოსულიყავი სხვა დარბაზში, წავსულიყავი სავარჯიშოდ. წავედი ამის მერე საკემატაში, სადაც ძალიან პირიქით თბილად და სიამოვნებით მიმიღეს ჩემი კამერებიან, მიკროფონებიანად, ამიტომ ხო, მოკლედ ცოტა გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ უკვე ეხლა შემდეგი კადრი იქნება საკემატადან, East Point-ის ფილიალიდან, სადაც მივედი შემდეგ სავარჯიშოდ. მოკლედ მოვედით. მივიწევთ ცალი ფეხით ჩაჯდომებს. ვაკეთებ სტეპზე, ქვემოთ რამდენად ჩანს, რომ სტეპი მიდევს, არ ვიცი, მაგრამ გაჩვენებთ რომელსაც. ვაკეთებ დაახლოებით 1000 გამეორებას. აი სიღრმეებით, რომ მაქსიმალურად გავწალოთ პუნქტი. იმიტომ რომ მუსიკაც შევამოწმო, ძალიან ხმამაღლა ხო არ იცის. Oida. წავედით. ბოლო მისვლა. Metal Express. Aber წავიდა. 7 plate. მივედია ჩანს. Prince.
აი მოკლედ როგორც მიხვდით ყველა მისვლას არ ვიწერ რა ვინაიდან საკმაოდ მოცულობითი ვიდეო გამოდის ისედაც თითო მისვლას ჩავწერ სამუშაო მისვლები მაქვს სამი ყველაფერზე მოკლედ ხა პირველი სამუშაო მისვლა იქნება კვადრიცეპსის კიდევ ორი. აი, მოკლედ ეხა არის რედაქტორი. წონა საშუალოზე ოდნავ მაღალი. მოკლედ როცა ვაკეთებ ხოლმე ჩაჯდომებს, როცა ვიწყებ იდეაში პირველი მძიმე კვადრიცეპსის ვარჯიში, როცა მაქვს ჩაჯდომები, მანამდე ვაკეთებ ხოლმე რედაქტორს მუხლის სტაბილიზატორის ჩასართვებლად რა, მე უფრო მარტივია მუხლის კონტროლი ჩაჯდომებზე ორი ფეხით. თუ ვიწყებ ხოლმე ისე როგორც დღეს დავიწყე, ანუ ცალი ფეხით უკანა ლანჯს თუ ვაკეთებ მერე, რედაქტორს ვამ ხოლმე ყველა კვადრიცეპსის მერე. და უფრო ისე სამუშაო მისვლებს, არა როგორც სტაბილიზატორის, არამედ როგორც ქერძის და პარკის, ესე ვთქვათ, ჰიპერტროფიისთვის რა. ამიტომ დღეს ესე, ამის მერე დაგვრჩა წვივი და ალბათ ცოტა საჯდომი. იდეაში პრესიც მაქვს დღეს, მაგრამ მოცულობა ძალიან დიდი გამოდის იმის გამო, რომ გუშინ წვივი ვერ გავაკეთე. დღეს მიწევს გაკეთება და მაგიტო ალბათ პრესი გადავახვალ. ფეხები თუ ჩანს, მოკლედ ცოტა კიდე უფრო განზე მაქვს თვითონ ტერფები, რომ უფრო მუხლით მივაწვე. კიდე ორი მისვლა ეს და მერე წვივი. ვიღალე. ვარჯიში დღეისთვის იქნება წვივი. წვივს ვაკეთებთ. ოდნავ მოხრილი ფეხებით, აი ძალიან კაი ტრენაჟორია ეს მე მაგრამ მომწონს რა. იდეაში calf extension-ა, მაგრამ ესეთივე არის ხოლმე short leg press-ები, მოკლე leg press-ები, იმაზეც კეთდება რა. პლუსი ისაა, რომ საზურგე არის ამოწეული ზემოთ. და ანუ აი გადახრილ პოზიციაში რო წვევებს ვაკეთებთ ხოლმე მაქსიმალურად კუნთის დაგრძელებულ მომენტში ეგეთი ვარიანტი გამოდის რა. ამას გავაკეთებ სავარაუდოდ 3-4 მისვლას და წავალთ მერე სახლში. სახლში ორაგული სტეიკი უნდა გაგვიკეთონ. მაგით ეგ იქნება ჩემი ბოლო ჭამა, მაგასაც ალბათ გაჩვენებთ. აბა, ნახოთ. ეს წუბიკეზე. სხვათა შორის აი რეფორმაში ხო არ ყვევდნენ, შეიძლება თუ არა გადაღება და აქ ძალიან კარგად დავხდნენ.
პირიქით მოხარულები ვართო, ამიტომ თავარია სწორ ადგილზე მოხვდეთ რა. სულ მაგაზე მეფიქრება, რომ ადამიანს შენ დარბაზში რაღაცის გადაღება უნდა და კიდე რაღაცებს არ ყვე და პრობლემას უქმნი. აი, მოკლედ კიდე ორი მისვლა ეს. კიდე სამი მისვლა. ვინც მიირთმევთან კარდიოს აკეთებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველას კარდიოს და კიდე როგორ თქვა,